რატომ აჭერინებ? არ მინდა. დავიქო. მეორე ჩაწერა ხო შეიძლება თუ არ გამოვიდა. ჩემთვის დღენიშნავს ერთის მხრივ იმას, რომ ბექა გახდა ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი ძმა, მეორე მხრივ ყოველ დღე დაიწყება ნინის გარეშე, იმიტომ რომ ყოველ დღე ერთად ვიწექით, ერთად ვარჩევდით ყოველდღიურ ტანსაცმელს, ყოველდღიურ გეგმებს, ეხლა ყოველდღიურად მომიწევს ამ დღიდან ნინის გარეშე ყოველ დღის დაწყება. როდესაც პირველად ბექა მითხრა იმის შესახებ, რომ მოწონდა ერთი გოგო, ძალიან რაღაცა ავნერვიულდი, დაიწყო იმითი, რომ მოდი სურათს განახებ თუ მოგეწონება და ასე შემდეგ. როდესაც გადაწყდა და გავიგე ნინის არსებობა, ცოტა ინტერესი მქონდა, რომ ნეტა ვინ არის, როგორია, მაინც ხვდებით ჩემს დამოკიდებულებას და ნინი რო გავიცანი, შემიძლია თამამად თქვა, რომ პირველივე დღიდან დავმეგობრდით. ტრადიცია გვაქვს ახალწლობით ბედობას ვიკრიბებოდით ხოლმე ერთ-ერთ ჩვენ მეგობართან და იქ ამოვიდა გაბრწყინებული, აი ისეთი ბედნიერი იყო და თვალებში იმხელა სიყვარული ქონდა, რომ აი ეგეთი რომ არაძოს არ მინახია და მოგვიყვა იქ რომ გაიცნო ბექა. ბექა არის ჩემი გაზრდილი. ჩემი დარქმეულია სახელიც. ნუ პატარა და ზღაპარი გადასარევი ბავშვი ვარ. მე რო გაიზარდა მე გავირდა. ჩემთვის ბექა არის ბავშვობის მეგობარი, რომელიც არ მიყვარს, პროსტა არის ჩემთან ერთად. არ მიყვარს და რა გავაკეთე. მინდა რომ ისე ბრწყინავდნენ და კაშკაშებდნენ, როგორც ეს პერიოდი იყვნენ და იქნებიან დარწმუნებული ვარ მთელი ცხოვრება. მადლობა უფალს ღმერთს, რომ ესეთი კაი მეუღლე შეხვდა ჩემ ბექას. ვუსურებ მათ ლამაზ, ბედნიერ, მშვიდ, წყნარ და ფერად ცხოვრებას ჩვენთან ერთად. უყვარდეთ ერთმანეთი და ბევრი შვილები ყავდეთ, ჩემაგივრათაც თუ უნდა. იცი რა მინდა რომ გისურვო, რანაირი მზეც ხარ, ხო ისეთი მზე ბიჭი ნახე ანუ რა და მინდა რომ რაღაც ერთ სულ რო ანათებს, სულ რო გიღიმის სახე, რაღაც ერთ ბედნიერი თვალები რო გაქვს რა. ეს ისეთ ბედნიერი იყო, მიყვარხარ. მიყვარხარ ძალიან კოცრი, ძალიან ბევრს და